იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი კომბლე, რომელიც ცხოვრობდა სოფელში. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. კომბლეს ჰყავდა რამდენიმე ცხვარი. ცხრები ყოველდღე მიდიოდნენ ტყეში საბალახოდ და საღამოს ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ერთ დღეს, როდესაც ცხრები საბალახოდ მიდიოდნენ, გზად შემოხვდათ მელია. ცხრებო, ვისი ხართო? იკითხა მელია. კომბლესიო, უთხრეს ცხრებმა. კომბლე რა კაცია? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს. ვინც ჩვენ შევგჭამს, თავში ჩასხებს. მელას შეეშინდა კომბლესი და გაიქცა. ცხრებმა იარეს და შეხვდნენ დათვს. ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაცია? კომბლე ჩვენი პატრონია, კომბლებს თლის და ვინც ჩვენ შევგჭამს, თავში ჩასხებსო. დათვს შეეშინდა კომბლესი და გაიქცა. ცხრებმა იარეს და შეხვდნენ მგელს. ცხრებო, ვისი ხართო? იკითხა მგელმა. კომბლესიო. კომბლე რა კაცია? კომბლე ჩვენი პატრონია, კომბლებს თლის და ვინც ჩვენ შევგჭამს, თავში ჩასხებს. მგელმა მე არ მეშინია თქვენი კომბლესიო და ცხრები გადაყლაპა. საღამოს ცხრები რომ სახლში არ დაბრუნდნენ, კომბლემ აიღო თავისი კომბალი და წავიდა მათ მოსაძებნად. ბევრი იარა თუ ცოტა, კომბლე შეხვდა მელიას. მელიაო, ჩემი ცხრები არ გინახავსო? იკითხა კომბლემ. არა ჩემ მამძემაო. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა მელიამ კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია. კომბლემ გზა განაგრძო. იარა და გზად შემოხვდა დათვი. ჩემი ცხრები ხომ არ გინახავსო? კითხა კომბლემ დათვს. არა ჩემ მამძემაო. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა დათვმა კბილები და არც დათვს ჰქონდა ჩიჩია. განაგრძო კომბლემ გზა. იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. ჩემი ცხრები ხომ არ გინახავსო? კითხა კომბლემ. არა ჩემ მამძემაო. აბა კბილები დაკრიჭეო. დაკრიჭა კბილები მგელმა და ჰქონდა ჩიჩია. კომბლემ ჩასხო თავისი კომბალი მგელს და გადაარჩინა ცხრები. კირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქა.